საღამო შვიდობისა, ჩემო ძვირფასო მაყურებლებო, სენელებო, დღეს გთავაზობთ ბელეგინე ალიონას, პანდორას, ლეტალიას პლანეტარულ მსახურებას, რომელიც ჩატარილია ატვირთულია ჩატარილია 10 მაისს, მაგრამ ატვირთულია ამავე წელს 11 მაისს, ხო, ამავე წელს, სადაც არის ახალი ინფორმაცია, ამიტომ მე გადავწყვიტე ეს ვიდეო თქვენ გადაგითარგმნოთ, ის ინფორმაცია მაინც, რომელიც გამოგზავნეს გოგოებს, რომელიც მიიღეს მესიჯის სახით გოგოებმა ციურის კანცელარიიდან, სადაც ლაპარაკია საჯამო ინფორმაციის გადატანაზე გროსბუხის ზეციურ კანცელარიაში. და ეს დავალება, რომ გროსბუხი გადაეტანათ ზეციურ კანცელარიაში, მიიღეს გალაქტიკური საბჭოდან, გალაქტიკური სასამართლოდან. გროსბუხი კი ნიშნავს იმას, რომ აუდიტი დამთავრდა. და თუ რას ნიშნავს ეს, ამასაც აგიხსნიან გოგოები. გროსბუხი არის მთავარი საბუხალტრო წიგნები. ეს არის მთავარი საბუხალტრო რეგისტრი, ბუღალტერული აღწერისა, სადაც არის აღნიშნული მონაცემები მთელი წლის ანგარიშის შესახებ, ბუღალტური ანგარიშისა, რომელსაც იყენებდნენ კომპანიები. აგრეთვე ამ გროსბუხის მონაცემებში იყო აღნიშნული დარჩენილი ბნელი არსებების შესახებ, ესე იგი, ნაწერი, რომლებიც არიან პლანეტაზე დარჩენილები და ხდება კონტროლი ამ ბნელი არსებების მიმართ და ამ კონტროლს ამ ბნელი არსებების მიმართ ახლა განახორციელებდნენ იქნება ნათელი ძალები, ის ბნელი ძალები, რომლებიც მუშაობენ ჩვენთან ერთად, თანაშრომლობენ ჩვენთან და ალიონა ბელეგინე ამბობს, მე უგულისხმობ ყველაზე მაღალ ჩინს ბნელებს შორისო და ისინი უღე შეაცვლილებენ ამოცანებს, რომლებიც წააყენესო ნათელმა მხარეებმა და ლეტალი ახლა ამატებს კიდევ რა მნიშვნელოვან ინფორმაციას. ის ამბობს, რომ მას მოვიდა ახალ ინფორმაცია, რომელშიც არის საუბარი იმაზე, რომ მაგალითად სულ მესმის ლაპარაკი იმაზე, რომ მოსახლეობა უნდა შემცირდესო და მე გამიაზრაო ახლა აზრებმა, ფიქრებმა, რომ შემცირება იქნება ახალი აღწერიდანო. მოსახლეობის ახალი აღწერიდანო იქნება შემცირება. გაყოფილი იქნებიანო ცოცხალი სულები, ეს ის ავატარები არიან, რომელშიც მართლა არის სული. გაყოფილი იქნებიანო ბოტები, უსულო არსებები, უსულო ადამიანები, რომლებიც მხოლოდ ავატარები არსებობენ, სულის გარეშე კი არიან ასეთებიც. ცალკე აგრეთვე გაყოფენ იმათაც, ვინც აპირებს გახვიძებას. დიახ, ესეც იციან, ვინც აპირებს გახვიძებას. და აქედან გამომდინარე, რასაკვირველია, ცოცხალი სულები მოსახლეობასთან შეპარდებაში იქნება ძალიან ცოტა. ამ ცოცხალს კიდევ ამბობ, ამ ცოცხალ სულებში იგულისხმება ისინი, ის ავატარები, რომლებშიც მართლა არის ცოცხალი სულები. უпростоრად სულები, რომლებშიც არის სულები. ლეტალი ამბობს, იქნება სხვადასხვა ჩანაწერები და ყველა მათგანს მოექცევიან საჭირო სამებრ. ერთ პარტიას დაეხმარებიან განვითარებაში, მეორეები კი იქ დარჩებიან იმ სიმჭიდროვეში, ვინც არ განვითარდა, დარჩებიან იმ სიმჭიდროვეში, რომლებშიც იყოფებია. და ეს ხალხი, ვინც დარჩება, არ განვითარდა და დარჩება იმ სიმჭიდროვეში, რომლებშიც ცხოვრობენ, მათ მიაწერენ სხვა აღწერას.
ბერეგინა ამოწმებს ამას და კიდევ უმატებს რომ მან ბერეგინა ალიონა მიიღო ინფორმაცია დღეს მივიღო ინფორმაცია იმაზე რომ ის ძალებიო რომლებმაც გამოიყენესო ბოლო ძალები ნისლის მიმართულებაზე გაგგონიათ ალბათ რომ მაგალითად იაპონია იყო ხრუბელში ნისლში უბრალოდ მე თურქეთის რაღაც ქალაქები რომელიღაც ქალაქები იყო ნისლში გახვეული და ის ძალები ვინც იყენებს ამ ნისლს იმისათვის ის მელი ძალები ვინც იყენებს დანისლებას რომ გადაუჩნენ მზის ამოფრქვევის მოქმედებას და არ დაზარალდნენ მაგალითად ხელოვნურ წვიმებს უშვებენ ფარავენ ცას მზისგან ამას აკეთებენ მელი ძალები მათ გონია თუ თავის თავს დაიცავენ მზის ამოფრქვევისგან ამით ისინი გადარჩებიან რადგან მზის ამოფრქვევა არაფრით არ იმოქმედებს ადამიანებზე და პლანეტაზე ფაქტის მიხედვით ეს ყველაფერი ითამაშებს მათ წინააღმდეგ მნიშვნელოვან როლს და რანაირად შეიძლება ამან მათ წინააღმდეგ ითამაშოს მნიშვნელოვანი როლი აბრელი ძალები და ძალების მოქმედებებიდან გამომდინარე ახლა უკვე გადავა მეტი ხალხი რადგან მაგათმა ხომ რაღაც მეთოდები გამოიყენეს რომ ზისხმები მოქმედებისგან შეინელებიათ ზის ამოფრქვევის მოქმედება მათ თავზე მელმა ძალებმა მაგრამ ამ მათი საქციელით მაგათმა აგრეთვე დაიცვეს ხალხი უნებლიეთ დაიცვეს ხალხი რაც მაგენმა მოიმოქმედეს მათ წინააღმდეგ იქნება გამოყენებული რადგან ამათმა დაარბილეს ის მზის ამოფრქვევის დარტყმა რომელსაც ჩვენ ველოდებით რაც მისცემს საშუალებას გადავიდეს უფრო მეტი ადამიანების რაოდენობა ვიდრე იყო დაგეგმილი იმდენად არა მიახლოებით რამდენიც იყო გათვალისწინებული ახლა გადავა იმაზე მეტი რადგან ამას ხელი შეუწყო ბნელმა ძალებმა მათი ამდაგვარი მოქმედებით და მიიყვანს მინიმუმამდე იმ ესე იგი გამოვლინებებს მზის ამოფრქვევის გამო ამ მზის ენერგიის მოქმედების გამო რა შეიძლება მოხდარიყო ახლა უკვე არ მოხდება იმ დონემდე როგორც უნდა მოხდარიყო ეს არ იქნება იმდენი რაოდენობით სისხლის შესკელება ხალხი იმდენი ხალხი არ გახდება ცუდად როგორც ელოდნენ ამას ზოგი უნდა დამწვარიყო ამ ზისხმების მოქმედების ქვეშ მაგრამ ეს ადამიანებიც გადარჩებიან და რაც მოიმოქმედეს საბნელმა ძალებმა თავის დასაცავად ეს ყველაფერი წავა კაცობრიობის დასახმარებლად ესე იგი ისინი უნებლიეთ ამ თავისი მოქმედებით დაეხმარნენ კაცობრიობასაც ლეტალი ამბობს მე მაქვს ფოტო სადაც მე გადავიხეო მთვარის სურათი ღამის ცა და ამ ფოტოზე ცაო გამოიყურებაო როგორც შტუკატურ გაკეთებული კედელი და ეს ძალიან უცნაურად მომეჩვენაო პანდორა ამბობს რომ ყველა აშტარები შეაგროვესო კოსმოსში ხო მე ადრე მახსნა თქვამი რომ აშტარი არ არის ერთი პიროვნება ეს არის ავანგარდული კოსმოსური ასე ვთქვათ ფლოტი და ყველა ფლოტი შეგროვილია ცაში და ის სიხშირები რომელიც აიწია იმ ახალი სიხშირები რომელიც ახლა არის ჩვენ სიმჭიდროვეში რადგან ჩვენ ხომ ჩვენი ენერგეტიკა ჩვენი ვიბრაციები დედამიწის ვიბრაცია ხომ იწევა ხო და მათ აქვთ უკვე იმისი საშუალება დიდხანს გაჩერდნენ ჩვენ სივრცეში რადგან ჩვენი სივრცე არის მაღალ ენერგეტიკული გახდა უკვე მაღალ აიწია იმ დონემდე რომ ზედა პლანიდან ჰუმანოიდებს შეუძლიათ ჩვენ ტერიტორიაზე ყოფნა ჩვენ სივრცეში ყოფნა არ უჭირთ ჩვენ სივრცეში ყოფნა ხო და პანდორა და ბრიგინა ამბობენ მოვიდა ისეთი ფლოტი მაგალითად არტურიანელები
რომლებიც ხომალდი წარმოადგენენ ცოცხალ არსებას, იგენი იმგან ზრდიან, ჩვეულებრივად როგორც მცენარე ზრდიან, ისე ზრდიან და ეს ხომალდები არის ცოცხლები. არ მახსოვს ვინ ამბობდა, ხო, ელენა დანანი ამბობდა, რომ ჩემი დნმ-ისგან არა, ელენა დანანი არა. მომიტევეთ, მაიკ სალას ყავდა სტუმრად ერთი ქალბატონი, არ მახსოვს სახელი, ხო, მაგის ერთ-ერთი ის ინტერვიუ მაქვს მე გადათარგმნილი და ატვირთული და ის ამბობდა, რომ ჩემი ხომალდი ჩემთვის ხომალდს დიდნენო, ჩემი დნმ აიღეცო და ჩემი დნმ-ზე დაყრდნობით დიდნენო ხომალდს, რომელიც მართვაც შევძლებო მეო ჩართვას მაგალითად. რადგან ჩემი დნმ-ით არისო გაკეთებული ის ხომალდი. აგრეთვე სიტყვით ახლა სიტყვაში ჩაერთვო ოლგოვა, რომელმაც უნდა თქვას იმ არაცოცხალ ავატარებზე, რომელსაც უწოდებენ ბოტებს, მას უთხრეს, რომ ეს ბოტები იქნებიან გადაფორმატირებული. Они будут переформатированы. მათ მოაცილებენ ვირუსს, ეს ვირუსი აიძულებდა ამ ბოტებს, ესე იგი, გამოეხატათ აგრესიულობა, ნეგატიულობა და ეს ბოტები ამის შემდეგ შეძლებენ კაცობრიობისთვის იმსახურა. ხო, კაცობრიობისთვის იმსახურა. ხო, ახლა ლეტალი ამბობს, რომ ეს ბოტები იქნებიან დათვლილი, დარეგისტრირებული და შემდგომ ამ ბოტებს გაუკეთებენ ახალ პროგრამირებას, ხელოვნური ინტელექტის დახმარებით და შემდგომ ბოტები შეძლებენ ახალი ფუნქციების შესრულებას. ბერეგინა ალიონა სხოლთ გოგოებს დავიწყოთო პლანეტარული მსახურება, მაგრამ მანამდე დავითვალთო ჩვენი ველი. მე ვუგზავნო ყველა ბნელ და ასტრალურ არსებებს დაბალი დო პლანისა, იმოქმედოს ჩვენ სხეულებზე და ჩვენ ველებზე რომელიღაც წესით, რომელიღაც მოქმედებით ვუგზავნო მათ იმოქმედონ, მასე იყო, მასე იქნება, მასე არისო, ვამოწმებ, სამჯერ უნდა გაიმეორო თუ ეთანხმებით თქვენს, ეს ლოცვა არის, არავითარ შემთხვევაში, თქვენ უბრალოდ უგზავნავთ იმათ, ვინც ბნელის არსებების სახით ტრიალებენ თქვენი წვრილი სხეულების გარშემო და თქვენი ველის გარშემო და თქვენი ველის შიგ. ახლა მე მოკლედ გეტყვით თუ გოგოები რას ამბობენ. ჩაირთო ეს პლანეტარული მსახურება, გაიღო პორტალები, კარიბჭეები უფრო სწორად და დედამიწის ინფორმაციას იღებს კოსმოსური ოქტაედრი. ყველგან თუ კი სადმე იყო ჩაკეტილი ფაილები ცივილიზაციასთან დაკავშირებით, რამე საიდუმლო ფაილები, ეს ფაილები ყველაფერი იხსნება, იღება თუ სადმე ბოქომები იდო, ეს ბოქომებიც იმტრევა. ამას გოგოები თვითონ ხედავენ, ისინი ფლობენ ძალებით. ხო და ამას ყველაფერს გრძნობენ და ხედავენ. კიდევ ოლგა ამბობს, რომ დედამიწის ენერგეტიკული ველიდან ინფორმაცია დედამიწაზეც მიდის კოსმოსში. ბერეგინა ალიონა ამბობს, რომ დედამიწის ასლი იღება სრულ მთლიანობაში და ეს ასლი მთლიანად დაუშლელად გადაეცემა ინფორმაციის სახით საჭირო მიმართულებით კოსმოსში. თან მარტო დედამიწა კი არა, თავისი ცხოვრებებით, თავისი ბუნებით, თავისი ცხოველებით, ადამიანებით ეს მთელი ინფორმაცია ასლამ ინფორმაციისა გადავიდა. და ეს ინფორმაცია იკუმშვებაო და ეტევაო ამ გროს ბუხში და მიდისო შესნახად ზეციურ კანცელარიაში.
ეს იგივეა როგორც მე ხოლმე ვახსენებ ხანდახან აკაშის. ხო, ამდაგვარი. და თურმე ყველა პარალელური სამყაროებიდან, სადაც კი პარალელური დედამიწა არსებობს, იღებენ ამ ასლებს. არა, მე დროის ხაზს არ გულისხმობ. ეს დროის ხაზი ჩვენ გვეკუთვნის, მაგრამ არის ხომ პარალელური სამყაროები? კი, ამბობენ ერთი დროის ხაზიაო, მაგრამ პარალელური სამყაროები ხომ ბევრია და იმ ასლებსაც იღებენ და ინახავენ. ლეტალია ამბობს ეს კეთდებაო, იკაჩებაო, იმიტომ ეს ასლები, რომ შემდეგ ეს ხომ ექსპერიმენტიაო დედამიწა და შემდეგ რომ ამ ექსპერიმენტზე ბოლოდასხმა გამოიტანონო, როდესაც რომ მოვაო. ხო, მე ვახსენებ ხოლმე აკაშის, ეს არის აკაშის ქრონიკები და ეს ზეთური კანცელარია აკაშის ქრონიკასავითაა, მაგრამ დედამიწელებისთვის. ალონა ამბობს, რომ ამ მომენტში, ახლანდელ მომენტში ყველას მით მოინდომებსო ნეგატიურად ჩაინერგოსო მაგიური გზითო და მოუნდაო დროის ხაზის შეცვლაო, მოუნდაო ნეგატიური მომენტების შეცვლა, ან მოუნდებათო ცხოვრების ნეგატიური მიმართულების წაყვანაო, რიტუალების დახმარებით, შამანობის დახმარებით, არ აქვს ამას მნიშვნელობა. ეს ეხებაო ყველა ქვეყნის მეთაურებსო, ეს ეხებაო ყველა ქალაქების, ყველა დასახლებების უფროსობასო, ეს ეხება თვით დირექტორებსაცო და გამგებლებსაცო, კერძო ორგანიზაციების წარმომადგენლების თავებსაცო. ამჟამად ბნელ ძალას არ აქვს არც ძალაუფლება, არც ჩვეულებრივი ძალა. ყველაფერი არის ნათელი მხარის კონტროლის ქვეშ და ეს მომენტები გამოვლინდება უცებვე, სიგნალი ჩაერთვება, სად რა ხდება, მათ ჩამოართმევენო თავის ვალდებულებებსო. ყველას გილოცავთო, ყველანი გვიყვახართო. ახლა უკვე ამჟამად თეთრები აკონტროლებენ, თეთრები მეთქი, ნათელი ძალები აკონტროლებენ მთელ დედამიწას. იმედი მაქვს ყველგან. კარგით, ამით ვამთავრებ ამ ვიდეოს. კარგად გრძანდებოდეთ დროებით.